გახსენებო დღეს ჩვენთან ინტერვიუში ჩამოსართულად არის ბატონი ლექს ჰენესი, IMS-ის თანამშრომელი. გამარჯობა ბატონო ლექს, როგორ ბრძანდებთ? გამარჯობა ბატონო საბა, თქვენ როგორ გიგითხოთ? ძალიან კარგად, აიხარეთ. ბატონო ლექს, რამოდენიმე შეკითხვით ჩამოვიფაგლებით და ჩვენ ლოს-ანჯელესში შტატს გააცდეთ IMS-ი თუ როგორ ის ორგანიზაცია არის და რას მოღვაწეობთ თქვენ IMS-ში? კი ბატონო, მოგდეთ პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ მე ვარ ჩვენს ჰოსპიტალში სამედიცინო სამსახურის მენეჯერი. მე მევალება სამედიცინო საქმეების, იქნება ეს ოპერაცია, იქნება ეს რაიმე სახის პიროვნებას დახმარება თუ ნებისმიერ რამ დავეხმარო მათ და გავუწიო მაქსიმალური დახმარება. მოგეხსენებათ ჩვენთვის, როგორც IMS-ისთვის, არ არის უპირველესი თანხა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ჩვენ როდესაც IMS-ში ვიწყებთ მოღვაწეობას, პირველ რიგში ვდებთ ჰიპოკრატეს ფიცს, რომელიც მოიცავს რომ და გვეუბნება რომ ჩვენ ფიცავთ რომ ყოველთვის ვიმოქმედებთ ადამიანის სიკეთისთვის. ეს არის ერთ-ერთი დებულება, ასევე არის რომ არ გავცემ საშიშ ან სიცოცხლის მოსპობის საშუალებას. ეს არის ჰიპოკრატეს ფიციდან ორიოდე დებულება. კიდევ ძალიან ბევრ რამეზე ვიფიცებით, მინდა გითხრათ. ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობთ რომ დავეხმაროთ ადამიანებს, რათა მათი სიცოცხლე უფრო ხანგრძლივი გახდეს. ჩვენთვის არ არის უპირველეს ყოვლისა თანხა, ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა ყველაზე როგორ თქვა, ესე იგი, ყველაზე კარგი არის ჯანმრთელობა და ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე ჩვენს სიცოცხლეში. ჯანმრთელობის ფასი არაფერი აღარ არის. კარგი, ბატონო ლექს, რამოდენიმე შეკითხვით ჩამოვიფაგლებით და თუ შეიძლება რომ პასუხები გავცეთ, თუ არ იქნება უხერხული. კი ბატონო, რა პრობლემაა. კარგით, როგორ დაახასიათებთ დღევანდელობაში IMS-ის სისტემას ქვეყანაში, ანუ ლოს-ანჯელეს ის ქვეყანაში? IMS-ის სისტემას ზოგადად დავახასიათებდი იმით, რომ ჩვენ გამოვირჩევით მაქსიმალურად ხალხის დახმარებით. მაქსიმალურად მიუხედავად იმისა, რომ IMS-ში დღესდღეობით ძალიან ბევრი არ ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხალხს დავეხმაროთ. გუშინ დავეხმარე, მინდა გითხრათ, დაახლოებით 100-მდე უგონ მდგომარეობაში მყოფ პიროვნებას. ჯანმრთელობამ ძალიან დაიწია ჩვენს შტატში ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა თითქმის აღარ არის. ყველა სიგარეტს ეწევა, ყველა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებს, უმეტესობა ალკოჰოლზეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ამით მივექანებით უფრო და უფრო ფსკერისაკი. ანუ ძირითადად ეს რა ქვია, ყველაზე ხშირი გამოძახეების მიზეზი ანუ იქ არის ხო? ადამიანის უგონოდ ყოფნა? კი ბატონო, და ბევრი არის ასევე სიცოცხლის მოსპოვის მცდელობაც. გუშინ მაგალითად როდესაც ბანკის ძარცვა იყო, ძალიან ბევრ შტატის სამსახურეს დავეხმარე. ეგრეთ წოდებული ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს, LSP-ის თანამშრომლებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სიცოცხლის მოსპოვის ფაქტიც უკვე ძალიან ბევრჯერ იყო, მინდა გითხრათ. ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი. კარგით, ბატონო. რას ნიშნავს თქვენთვის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ბატონო ლექს? ჩემთვის მინდა გითხრათ, რომ ჩემი შტატის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა უპირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ ჩვენ როგორც თანამშრომლები ჰოსპიტალის, ყველა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ხალხს. შეიძლება ეს ჩვენი სიცოცხლის ფასადაც კი დაგვიჯდეს. ჩემთვის მაგალითად ადამიანის გადარჩენა ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად დავეხმარო მას და დავეხმარო ასევე სიცოცხლის გახანგრძლივებაში. სხვა არაფერი არ შემიძლია რომ დავუმატო. კარგით, ბატონო ლექს, რას უჩვენით მოქალაქეებს კრიტიკულ სიტუაციაში, რა უნდა გააკეთოს სასწრაფოს მოსვლამდე? რას უჩვენით მაგალითად მოქალაქეებს? სასწრაფოს მოსვლამდე უპირველეს ყოვლისა არ უნდა ვინერვიულოთ, იმიტომ რომ ნერვიულობა არის ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, მინდა გითხრათ. კარგი იქნება თუ პირველად დახმარებასაც ვისწავლით. აი, შეიძლება ესეთი რამ გავაკეთოთ სასწრაფოს მოსვლამდე. სასწრაფოს მოსვლამდე შეგვიძლია გადმოატრიალოთ, ვინც იქნება უგონოდ, შეგვიძლია გადმოატრიალოთ რომ იწვეს ზურგზე ინდივიდი, გავუსწოროთ ხელები და დავეხმაროთ მას ჰაერის მიღებაში. ჰაერის მიღებაში დახმარებაში უგულისხმობ რომ მივცეთ მას უფრო მეტი ჰაერი და შეგვიძლია ასევე რომ წყლითაც დავეხმაროთ. თუ წყალს მივაპყურებთ სახეზე იმდენს რომ სადმე სასუნთქსებში ხელი არ შეუშალოს, თუ მას მივაპყურებთ სახეზე და შევეცდებით რომ ის გამოვაფხიზლოთ, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. და ძალიან სასარგებლოც კი ესე შეიძლება ითქვას. აიხარეთ ბატონო ლექს, აიხარეთ. კარგით, ბატონო ლექს, დავით ვარ მოგაბეძეთ, ბოლოს შეკითხვას დაგისვათ.
აი რას როგორ ეთყოდით ეკადრება? რას ეთყოდით ლოს-სანტოსის მოქალაქეებს უნდა მოვიდნენ თუ არა IMS-ის დეპარტამენტში სამსახურისთვის რომ დაკავდნენ და დაგეხმაროთ და გვერდში დაგიდნენ. რას ეთყოდით? 2 სიტყვით გითხარით და მორჩეთ მიდიდები. ვისაც გამოცდილება აქვს საჭიროა შტატში ბირური ექიმი, რათა ჩვენ შტატში რადგან კრიმინალის დონე ძალიან მაღალია, ამის გამო ჩვენ გვჭირდება ბევრი ექიმი. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვატარებთ მიღებებს შტატში, სახელმწიფო ტალღის მეშვეობით ყოველდღე ცხადდება ხოლმე მიღებები, შეუძლიათ მოვიდნენ, გვანახონ მათი ცოდნა თუ რა იციან ამ სფეროში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ტყუილ უბრალოდ არავის არ ვიღებთ, ძალიან ბევრი ფაქტი ყოფილა წინა უფროსობიდან გამომდინარე, რომ ბევრი უფროსთან კონკრეტულად წინაზე არ ვამბობ, რომ უბრალოდ მიღებული ყავდათ პიროვნებები, ტყუილ უბრალოდ იჯდნენ თანამდებობებზე და ერჩევიან არ არის სწორი. ჩვენ მაქსიმალურად პირიქით უნდა ვიფიქროთ ხალხის გადარჩენაზე. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს თანამდებობას და მოკლედ რა თანამდებობას ვიკავებთ, ესე რომ ვთქვათ. და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბევრი გვყავდეს ექიმი შტატში. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტშიც ძალიან ბევრია ხალხი და სამედიცინო სფეროში ზოგადად ძალიან მოთხოვნადია სამედიცინო სფერო დღესდღეობით. იმედი მაქვს, რომ მომავალი ექიმებიც ძალიან კარგად გაართმევენ მათ სამუშაოს თავს, ჩვენი მომავალი თაობა. მე რასაც ვუყურებ, ძალიან კარგი თაობაა და იმედი მაქვს, რომ გააგრძელებენ იმ კარგ საქმიანობას, რასაც ჩვენ ეხლა ვაკეთებთ. კარგით, ბატონო ლექს, დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ბატონო ლოს-სანტოსის მოქალაქეო, დღევანდელი ინტერვიუ დამთავრდა. ჩვენ დავკითხეთ დღესდღეობით ლექს ჰენესი. მადლობა ბატონო ლექს. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. გაიხარეთ. კარგად გრძელდებოდეთ ლოს-სანტოსის მოქალაქეებო.